გამარჯობა. დღეს ჩვენ ნახავთ ამ პარტიას, რომელიც ეხლა არის ჩართული და ნახავთ რა. და ისე ნახეთ, რომ იცოდეთ აი ეს ხაზი, ხო ხედავთ, ახალი დაემატა რა. დიდი ხანია პარტიები არ მომიხილია და მაგიტომ და მე ნელა განახდა და დაემატა ეს ხაზიც. ანუ თუ ანუ ამ ხაზს აგიხსნით ახლა რა არის. ანუ თუ ეს თეთრი ხაზი მაღლა არის, ესე იგი მე მაქვს უპირატესობა და თუ ძალიან დაბლა არის, ესე იგი უპირატესობა სრულიად დაკარგული მაქვს. მოდი დავიწყოთ წიგნი. ნორჩა. ხო ასევე წევრიც შევცვალე, იმიტომ რომ ის კაცი რაღაცა მახინჯად ჩანდა და ეხლა ეს გოგო მყავს დაყენებული. შემდეგ უ გამოვიდა, ამ უჯრაზე მაინც და მაინც რატო? პაიკია ავწიე, მერე გააკეთა როქი. მერე უ გამოვშვი ლაზიერს დავემუქრე და აქ რა იყო იდეა, რომ ჩაეფარებინა, ქირს გამოუცხადებდი და კუს ძალიან კარგ უჯრაზე დავსვავდი. და ასევე მეფესაც აღარ აქვს თავისუფალი უჯრა. ხო, რა თქმა უნდა, კუ მოვარიდე. კიდევ ერთხელ მოვარიდე, რადგან კიდევ ერთხელ დამემუნქრა. ხედარი, რატომ ჩაბრუნდა უკან, არ ვიცი, კარგად ვერ მივხვდი, არ ვიცი. ხო, აქ ამბობს, რომ კუს გაწივა შემეძლო, მაგრამ ფიქრობდი, რომ კაი აზრი არ იქნებოდა. არ ვიცოდი რა მელდებოდა. რა იქნებოდა. ხედარი გამოვიდა, როქი ეტლი გავწია რა როქი ბოდიშით. როქი იმიტომ დაუძახე, რომ როქი გავაკეთეთ, ეტლი რა. ეტლი გამოვიდა აქ, შემდეგ კუ მომიკლა, მე F პაიკით მოვკალი, მანაც იგივე რაღაც გააკეთა, რაც მე დასწრიში, თუ გახსოვთ, კუ B3-ზე. პაიკი აწია და მე უგამიჩნდა უპირატესობა, ამ თეთრ შავ ხაზს რო ხედავთ. მე პაიკი მოვკალი, მან ისე პაიკი აწია. მე ნახეთ ჩანგალი გამოაცხადა მეფის დედა ლაზიერზე. მაგრამ შეიძლება თქვენი ფიქროთ, ეს რა ჩანგალი არის, ეტლი მოიშორებსო. ლაზიერს ვერა, მაგრამ ეტსაც მშვენივრად მოვიგებ. პაიკმა მომიკლა, ხომე ჯერ ლაზიერი გამიწევია აქ. შეტევისკენ გავიწიე. ლაზიერიც გამოვიდა და უფრო კარგად დაჯდა. მე პაიკი ავწიე, აქ შეცდომა არის, მაგრამ იმიტომ რომ მომეკლა, ვიფიქრე ხაზი როცა იხსნება, ძალიან სუსტდება. ამიტომაც ეგ პაიკი ავწიე და ეხლა საერთოდ მოწინააღმდეგის პაიკიც კი შეიძლება მიცავს. კუ გამოვიდა და ჟ პაიკს დამიმქრა. ლაზიერი გამოვედი, მომიკლა ლაზიერი, მოიცა. აქ ისა კუ გავწირე, იმიტომ რომ ძალიან კაი პოზიცია ჰქონდა. კუს შეეძლო გაეწირა, შამათი ჩაესვა. ამიტომაც კუ გავწირე, ჩემი კუ გავწირე. შემდეგ აქ ეტლი დავსვი, რადგან გაეკონტროლებინა ჟ პაიკის უჯრა. მერე პაიკი აწია. შემდეგ ქიში გამოუცხადე, მეფე ავიდა. მერე კიდე კუ მოვკალი, როგორც ხედავთ აქ ჩანგალია. პაიკი რო ჩამოვიდა ქვევით. მე ჯერ ეტლი გავწიე, ვემუქრებოდი ლაზიერის დაბმას. შემდეგ ეს ეტლის გამოვიდა, გავცვალეთ. შემდეგ პაიკი ავწიე და როგორც ხედავთ უკვე მოწინააღმდეგის პაიკები იცავს ჩემ მეფეს. ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა ასეა ჟ უჯრებზე. ლაზიერი ჩამოვიდა ქვევით შესატევად. მე მოვიშორე ჰ პაიკი მოვკალი. მეფე წავიდა ქიში. მეფე წავიდა, ანუ ვიფიქრე ბევრ ქიშს გამოუცხადებდი და ქიშებით ყვებოდი. ქიში წავიდა მეფე. მე აქ ჩავსვი ლაზიერი, რადგან გაცვლა მინდოდა და სწორედ ის არის რა. მე ეტლი მყავს, მას კუდა. ლაზიერები რო გაგვეცვალა, მე გავიდოდი მოგებისკენ. მოკლა მე ქიში გამოუცხადე, ისევ ქიში გამოუცხადე, ისევ ქიში და ძლივს გავაკეთეთ ჩანგალი. ჩანგალი როგორც ხედავთ, მაგრამ აქ მოწინააღმდეგემ შემთხვევით ეს შეცდომა დაუშვა და ლაზიერი დაკარგა. ამით კიდე დანებდა. კაი, დღესაც კიდე სულ ეს იყო, არ დაგავწყებთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა. მე კიდე ამით